რა არის რეფორმის წარმატებულობის შეფასების კრიტერიუმები? ცხადია, საბოლოო ჯამში რეფორმა უნდა იყოს ორიენტირებული სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებაზე. ანუ რეფორმის მთავარი შემადგენელი კომპონენტები, რომ ვთქვათ, მარტივად არის რა? ამ რეფორმის შემდეგაც უნდა გაუმჯობესდეს რა ისწავლება, როგორ ისწავლება, რა ხარისხით ისწავლება და ვინ ასწავლის. პირველი რაც ამ რეფორმის შედეგად მოხდა, იყო ის, რომ ამ რეფორმამ პირდაპირ დაარტყა არსებულ ტრადიციას. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არ არსებობს ტრადიციის გარეშე და გულისხმობს ტრადიციის უწყვეტობას. ტრადიციის წყვეტა არის სრული კატასტროფა ნებისმიერი განათლებისათვის. აი ამ ტრადიციის წყვეტა შეიძლება მოხდეს ძალიან მოკლე დროში, ძალიან მარტივად, ხოლო ამ ტრადიციის აღდგენა შემდეგ შეიძლება 10 წლეულებიც არ იყოს. მოხდა ის, რომ ის პროფესურა, რომელიც მაგალითად ავიღოთ თავარი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ივან ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებები, კანონი შეიცვალა და პროფესურამ გამოთქვა პროტესტი ამის წინააღმდეგ. მოხდა ის, რომ მაღალკვალიფიციური პროფესურა ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან განთავისუფლდა და შემოიყვანეს უნივერსიტეტში ქუჩიდან შემთხვევით მოკრებილი ხალხი, ანუ მოხდა ტრადიციის წყვეტა. ბოლო წლებში აკადემიური პროგრამები უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში პერმანენტულად იცვლება. წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ და დაუსრულებლად თანაც სამინისტროდან პირდაპირ ინსტრუქციების საფუძველზე აქ არ ხდება ვთქვათ კომპეტენტური პირების, დარგის პროფესურის და ასე შემდეგ პოზიციის თვალსაზრისით გათვალისწინება. სამინისტროში ზის ვიღაც ჯგუფი, რომელთა კომპეტენტურობაში ძალიან იჯდა, ძალიან ეჭვმეპარება. იქედან მოდიოდა ზოგჯერ ლოგიკური, ზოგჯერ ალოგიკური ინსტრუქციები და სასწავლო პრინციპში ამ ყველაფერს მთელ ამ ცვლილებების პროცესს აკადემიურ პროგრამებში უწოდებდნენ ლიბერალიზაციას, სწავლების ლიბერალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში არსებითად სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა სასწავლო პროგრამების ძალიან გამარტივებას. იმდენად გამარტივებას მესმის, რომ უნდა იყოს სასწავლო პროგრამები საშუალო სტუდენტზე ორიენტირებული და არა გენიოსზე და განსაკუთრებით ნიჭიერზე, მაგრამ აი ამ სასწავლო პროგრამების ცვლილებების შედეგად მოხდა ყოველი ცვლილება აუარესებდა სასწავლო პროგრამას. ამ რეფორმის შედეგად მოხდა თანდათანობით, რაც უფრო მეტად ეტყობოდა ხელისუფლებას ტოტალიტარიზმის ნიშნები, სულ უფრო და უფრო ხდებოდა უნივერსიტეტების პოლიტიზირება და კერძოდ ხდებოდა რა უნივერსიტეტების სტატუსი შეიცვალა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთვა უნივერსიტეტებს და გახდა ეგრეთ წოდებული აიიპ, ანუ არასამეწარმეო, არაკომერციული პირი, წაერთვა ავტონომია და ანუ ტოტალიტარული რეჟიმისთვის უნივერსიტეტი წესით წარმოადგენს საფრთხეს, იმიტომ რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ის კერა, სადაც არის ვითარდება თავისუფალი აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა. შესაბამისად, პოტენციურად უნივერსიტეტი ტოტალიტარული რეჟიმისათვის არის საფრთხის შემცველი. ამიტომაც, რაც უფრო და უფრო ძლიერდებოდა წინა ხელისუფლებაში ტოტალიტარიზმის ნიშნები, სულ უფრო და უფრო მეტი კონტროლი წესდებოდა უნივერსიტეტებზე. უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ავტონომია, იმიტომ რომ უნივერსიტეტი შეუთავსებელია უნივერსიტეტში თავისუფალი აზროვნების და აკადემიური თავისუფლების გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რეფორმის მთავარი არ შეიძლება იყოს საერთო ეროვნული მისაღები გამოცდების სისტემის ჩამოყალიბება. ეს ერთი. მეორე, მთავარი პლუსი, რასაც დადებითი მხარი აი ამ საერთო ეროვნული მისაღები გამოცდების ჩამოყალიბებისა, აი ამ წინა ხელისუფლების აზრით იყო ის, რომ აღმოიფხვრა კორუფცია. ნაწილობრივ ალბათ ასეც არის ის ტოტალური კორუფცია, რაც იყო ხოლმე მისაღები გამოცდებზე. აღარ არის, შეიძლება ისედაც აღარ ყოფილიყო, იმიტომ რომ დღეს აღარ არის კონკურენცია, ყველგან ხდება. გადასახადის სწავლის ისედაც დიდია.
მშობელი არ გადაუხდის შვილს ფულს იმისათვის, რომ მოხვდეს უნივერსიტეტში, მაგრამ ნაწილობრივ კორუფცია აღმოიფრა, მაგრამ თავარი არსებითი მხარე დაზიანდა, იმიტომ რომ არსებითად ეს გამოცდები აბიტურიენტებისათვის არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს უნივერსიტეტში მოსახვედრად და ხდება ყველა. პრაქტიკულად ყველა ძალიან დაბალია ბარიერი და შედეგად ვიღებულობთ იმას, რომ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი ზის სტუდენტი, რომელიც არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღოს უმაღლესი განათლება და ეს კატასტროფულად უტყამს პირდაპირ ანადგურებს განათლების სწავლების ხარისხს. სახელმწიფო აღარ აფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სამაგიეროდ აძლევს უფლებას მიიღოს რამდენიც უნდა იმდენი სტუდენტი შეუძლია მიუხედავად იმისა შეუძლია თუ არა ამდენი სტუდენტს მოემსახუროს უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე არ რიცხავს ამ სტუდენტს და ბოლომდე აძლევს დიპლომს, ასე რომ ვთქვა. და ბოლოს დავამთავრებ იმით თუ თანადრევანდელი განათლების მინისტრის შეხედულებით რა არის თავარი დილემა, რომლის წინაშე დგას განათლების სამინისტრო, ეს არის დილემა ასე სვამს თან ახალი მინისტრი საკითხს. ჩვენ გვავართ ასეთი დილემის წინაშე. მოვამზადოთ სტუდენტი თანამედროვე ბაზრისთვის თუ განვავითაროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო სფეროები, ტრადიციული სამეცნიერო სფეროები. რასაკვირველია ეს დილემა მართლაც არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით თუ განათლების სისტემას წარმატება უწერია საქართველოში, ეს დილემა უნდა მოეხსნას, ანუ აუცილებელია ერთიც და მეორეც. როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ ყოფნის ფინანსური შესაძლებლობები, რომ თანამედროვე ბაზრის კონკურენციისთვისაც მოამზადოს სტუდენტი და ტრადიციული სამეცნიერო სფეროებიც განავითაროს და შეინარჩუნოს, მაგრამ ჩემი აზრით ორივე აუცილებელია, სხვაგვარად განათლების სისტემას ალბათ წარმატება არ უწერია.